I've been quiet for a minute, I've been grinding, still in it, I've been counting these digits. Excuse me, I know I've been quiet for a minute, but I'm back on my business. If you see me, don't trip, just excuse me. Wrong if I do, wrong if I don't. That's why I do me no matter what, so excuse me. Lie if I do, lie if I don't. The proof is in the story, take a seat and excuse me. The crash came when the cash came. Spend it before you get it like those rookies all on draft day. For the love like it's match game. Hit the ground running, really do it for my last name. შევდივარ ტრაქტორზე, აი ეს არის გვერდზე სტარტი. რენდომად გებიან მანქანები, ანუ წინასწარ შეგიძლია შევთანხმო რა თქმა უნდა, მაგრამ მე პირველ გავლაზე ესე ვუყურებ დავდექით. ნახოთ ჯერ ამდენ ხანში გავივლი, როგორ დროს დავაფიქსირებ. ტრაკი ჩართული მაქვს, ნახოთ ერთად რა დროს დავაფიქსირებ და მაგის მიხედვით მე შეიძლება ვინმეს დაუდგეთ. ყველა ვარიანტში გვერდზე მანქანა მეყოლება, სავარაუდოდ ეს გოლფი იქნება. გოლფ 3-ია და როგორც ხმით ვატყობ არის კომპრესორი. ალბათ 2-დან 2. კარგი სლიკები გიუყენია ესე. რაღაც ხაფანგია მოკლედ და ნახავთ როგორ წავა რა. ოღონდ შეგვიძლია შესვლა მოტოების და მანქანების ერთად არიან. ეხლა მოტოები სტარტებიან მონი. ყოველთვის მინდა ესეთ ჩუქნიშანზე დავესტარტა მანქანა. ჩვენი დრიფტერული ევროტურისგან ცოტა განსხვავებული ვერსია არის. ეხლა დრაგზე გავავდივარ ჩემი მანქანით. არ ვიცი איך რას ვაკეთებ, მაგრამ წესით ახალისო იქნება, რატომაც არა. თან ჩემი მანქანის აჩქარება არ გამიზომავს არასდროს და ეხლა მეკნება შანსი რომ გავზომო. ერთადერთი რაზეც ვფიქრობ, ეხლა მანქანა დიდი ხანი იდგა და სავალი ნაწილი არის მთლიანად ცივი, უკან ახარეს ყუმბარები ცივია და იმედია არ დამტოვებს შუა გზაზე და არ გატდება. მიჩვენებენ იმედია გოლფი დაგარხმაზეა და გაახურა საბურავები ნახოთ აბა გამოვა ხოდა გავწრი ძალიან დიდი თუა ამახანისთვის. ხიდი ძალიან გზელი მაქვს და მიზეზი ეგ არის. და ნაწყობილი მანქანაა, დაშლილი არ მყავს, გახაპანგებული არ მყავს. მაგრამ კაი იყო მაინც. 0-დან 100-მდე ავჩვარდი 6 წამში და 1/4 მილი გავიარე 14.4-ში ზუსტად. კაი, მოკლედ ნახოთ მეორე ცდაზე რა უნდა გავამჯობესო. ამ გოლფზეც მოგება მე მგონი რომ შეიძლება. ახლა Hyundai-ს უდგება ეგ გოლფი და მე მომიწევს ისევ გოლფთან, ოღონდ ახარ მოდელთან. სავარაუდოდ ეს C63 კარგი იქნებოდა, მაგრამ ერთად გებიან C53 და C63. ისე აბათი გარბანი საინტერესო იქნება. და ჩემზე უწევს ოპნა წესით Golf X, რომელიც საკმაოდ შხარია. და ჩემს უკან დგას Toyota Aristo JZ-ით, ალბათ 1000 პლუსი ცხენით, იმიტომ რომ საოცრად წავიდა წეღან. Aristo-სან თუ მომიძევს გარბანი ძალიან მაგარი იქნება, საინტერესო იქნება. ეს მოვიდა. ესთან მომიძევს, ეს თუ RS-ია, ეგეც ძალიან შქარი უნდა იყოს. თან 4-4-ია. აი, მოკლედ ნახოთ აბა.
მათ შორის C53 გავიდა მგონი, მაგრამ C63 ბოლოში ასწავს. აი, გავსწორდეთ ახლა. კარგად გავარ. მგონი რაღაც გავტეხეთ. სავარაუდოდ კარდანი გატყდა. I think it's shaft. Ja. Andere was geknopt. Ja. Hey, als aan de kant van die hoede. Start დავდექი. ნუ მოისამი ღვეჭიდა რომ კარდანი გაწყვიტა შუას. რა მოხსნე გაჩვენებთ რა. ეხლა ვარ ბრედაში. სადღაც ახლო-ახლოს ან მე უნდა ვიშოვო კარდანი. შაბათი საღამოა უკვე, ალბათ ხვალ. ვიშოვო კარდანი, მოვიდანო, დავაყენო და მერე გავაგზავნოთ გზა. ეს თეორიული ნაწილი გასაგებია, კაია, მაგრამ პრაქტიკაში როგორ იქნება არ ვიცი. უნდა უთხრა ორგანიზატორებს, რომ სადმე გავაჩერო მანქანა. ახლო-ახლო, იმიტომ რომ აეროპორტის ტერიტორიაა და არ ვიცი, დაგვადოვებინებენ თუ არა. იქვე შეკრებაზე გავიცანი 1.36-ის მეპატრონე, რომელიც დამეხმარა, ბუქსირი მათხოვა, საბუქსირე. საბუქსირე რატო არა მაქვს ამ ხელა მოგზაურობაში ხვალ თემაა კიდევ არა. მოკლედ და იმ ბიჭის შემთხვევით აღმოაჩნდა კარდანი სახლში. ალბათ არის 2 და 5-ის. ჩემი კარდანი სხვა არის, ანუ დიდი ხილი მიღებია უკვე და წავა თუ არა არ ვიცი. დიდი ალბათობით წავა, არ ვიცი უბრალოდ და უბრალოდ ვერ გეტყვი წავა თუ არა. და მაგისთვის მივდივართ, ახლა რომ ნახოთ გაზომილი მაქვს ჩემი კარდანი, აზომა მჭირდება, იმასაც ვნახავ და თუ წავიდა დღესვე მეშველება და ავასრულებ მანქანას. კიო? კიო? არ ჯერა. 12 საათი დაიწყო ხო? ჩავაჯენთ. დათო, ამას გულისხმობდი, როცა მითხარი, რომ ცხოვრებაში თავგადასავლებს არ მომაკლებდი? ოპა, მოიც თავგადასავლა პროგრამაზე. და თოკო ფოთელი აუცილებლად ჩვენი თოკო. ოკეი, ეს ნაჟური გადავიდა შეკრებაზე 1.36 იმართული და შეკრებაზე მოიდგა, მაგრამ 3 მაინც იყო და აქ მოხდა კარდანი გარაჟში. ხო და მეთქი ვიღით. მოვედით, გავზომეთ ჩემი აზრით და ნახეროზომა იგივეა იმედია წავიდეთ. აზე ეხლა მივახთან და ასარო გამის 20 საათია, მალე რესტავრანტ ჯეროდა რეაბდელი, მაგრამ არ უშავს. ხო და ეხლა წავალ, მაგრამ ასა იმედია მოვექილო. და თუ არასწორი პროფესია არიქჩია. შენ უნდა იყო ხელოსანი გამოძახებით. და ძალიან კარგად გეხერხება ადგილზე მანქანის შეკეთება. კიდე გაგიკეთო Facebook page-ი, მოგიხოდო? რეკლამაზე გავუშვი. ხო, მაგასაც იზამ, ვალე. საინტერესო ისტორია ის იყო, რომ ანუ მისთან ეს მოვიდა ახლა. კარდანი მოვლე წამოყვა აქ არის ხალხი და ეს იყო საინტერესო ფაქტია, სადაც ტრაქზე რო ვიდექი, არ ვიღებდი სამწუხაროდ. ეს ტიპი თვითონ მოვიდა ჩემს მანქანასთან რა და რო ველოდებოდი ასე ვთქვათ რიქს ჩემს გასვლას, ხო, მკითხა რომ რა ზრავზეაო რა, თვითონაც 26 ყავს და დაინტერესა და მეთქი Mercedes-ის რავია 8 ცილინდრიანიო რა. და Mercedes-ის 8 ცილინდრიანიო გაიგიმა რა, ანუ ეგონა რომ გადაავდა, წარმოვიდგენელი იყო. და წავიდა უბრალოდ. ხო და მე ვიფიქრე რომ დამცინეო რა, ეხა როგორც ვისაუბრეთ და გაირგვა რა. მე გადავებოდიო რა და თურმე მართლა Mercedes-ი ქონიაო და ეხა მის მასთან ვიღაცებს ჩაუვდო ვიდეოები და სურათები. თვითონაც დაინტერესდა გამოკვა, მაგრამ ჯიგარდებიო. და თუ მაგარი ევროტური ხო? კი, ზოგადად. არა. ეხლა რომ გაცურდეს ეგ და დაგეცეს მანქანა მოკვდები? კი. ვალე? ხო. ეხლა ნაბორში დევს ბოლტები და ფეხები თუ გაპატიო. ნახე. კარდანი მივიღე. წესით იმუშავებს კარგად. დაჟენიები და რაღაცები არის. ამიტომ რომ მე გამეგაზე დავშვი იდეაში. მე მგონი კაია. გავივლი და ნახავ.
შემდეგი დღე წამოვედით მოკლედ ისეთი დღეები მქონდა ნიდერლანდებში რომ აი რა ვიცი დავიდა ყველაფერი კარგად დაიწყო მაგრამ კი ნახეთ რაც მოხდა ტრაგზე პროცესო გამიმართა მაგრამ იმაში რომ იქვე გავიცანი ადამიანი ვისაც კარდანი აღმოაჩნდა სახში და მოქილიო არ არის პრობლემაო ეს ტიპის რო გაიჩითა ძალიან გამიგვირდა მოკლედ მაგათ გამიმართა მითხრა რომ 100 ევროთ მოგცემო კარდანსო ну რა თქმა უნდა ძვირი არის ახლა ჩვენს თანხაზე თუ იენგარიშები მაგრამ თურმე ეს კარტანი ყოფილა დიდი ხიდის ანუ რაც მე მიყენია ზუსტად მაგის ქართული და თვითონ ვერ დააყენა იმიტომ რომ უკან პატარა ხიდი ხონდა და ამიტომ დამითმო ეს ტიპის ცხოვრობა დაახლოებით 1 საათის გზაზე რაც ვიყავით იქიდან და თვითონაც ანუ გარაჟი სხვაგან ხონდა და მოკლედ ჩავისთვის ეს ტიპი და დაახლოებით 9 საათი ვიყავით გზაში ხო მაგრამ ერბეოდა 34 მინუტებში ძალიან გამოცდილი ტიპი იყო იმიტომ რომ დეტალებშიც რო ვიბაზრეთ ანუ ყველაფერი იცოდა რა 34 მინუტში ძალიან განახლდა შესწავლილი 90 წელიო ეს მანქანა მყავსო და ეხა ჩავდიო 2 და 8 ძრავიო და ნორმალიზეს დავდივარო და ჰოკენჰაიმზე და რა ვიცი ბევრი ავტოდრომები არის ირგვლივ მოკლედ ევროპაში რა ისე ჭიდროთ და ძალიან მარტივად დადიან რა ყველგან და ესეც მეუნება რომ დავდივარო მეცო ნორმალიზეს ვიყავიო სხვა შორის ავარიაც მომივიდაო შარშანო და 3000 რამდენიო 3500 ევრო 3500 ევრო დამიჯდაო ეგავარიაო ბარიერები და ასე შემდეგ ყველაფერი და მეთქი მაინც გითხე რა მეთქი რავი ახლა გამოსtildeება აქ 14 წელია ტრექსზე დადის რაღაცა მეთქი დრო რა ქონდა მეთქი ნორმალიზე რო იარენო და ჩემი საუკეთესო დრო იყო ეს მეუნება რა მაგით რა ბევრს არ დავდივარო მაგ ტრექსზე მაინც სხვა ტრეკებზე დავდივარო მაგრამ ნორმალიზეო საუკეთესო დრო მაქვს 9 და 59-იო ხო და იმ მომენტში აღარ უთხარი მეთქი რომ მაგანით როა და 24-ში ვიარეთ ხო ხო 24 ხო და მე ცოტა ხანში უთხარი რამდენიმე საათის მერე მაგრამ ძალიან კაი ტიპი იყო მოკლედ რა მაგრამ დამეხმარა კარდანი რო წამოვიღეთ მაგისგან თვითონაც წამოვყვა და მანქანასთან იყო დამელოდა სანამ არ მივაყენებდი მეხმარებოდა აკვე ვალერის კიდე ერთი მადლობა იმიტომ რომ მომეხმარა რეალურად ვალერი რო ყოფილიყო მაგრამ წოლებდით არა მოკლედ ყველაფერი კარგად დამთავრდა ახლა მივდივართ უკვე საფრანგეთის მიმართულებით მაგრამ გზად ბელგიაში მინდა რომ ერთ საინტერესო ადგილზე მიგიყვანოთ და გაჩვენოთ ჩამოვედით ბელგიაში ანტვერპენში ეხლა ჩვენ ვიყოფებით Link & Co-ს კონცეპტუალურ სივრცეში საერთოდ არ გავს აქაურობა ტრადიციულ შოურუმს პირიქით ეს არის სივრცე სადაც შეგიძლია მოხვიდე არის სამუშაო გარემოც ალკე ასევე მოსასვენებელიც გარანტიურთ რომ მოკლედ ბარიც არის თავისი მოწყობილი და ასევე სხვადასხვა აქსესუარების გაყიდვები არის რა თქმა უნდა თუ Link-ზე ინფორმაცია გაინტერესებს შეგიძლია გაესაუბრო წარმომადგენელს მანქანაზე აბსოლუტურად ყველაფერს მოგიყვება და ასე ვთქვათ გირჩევს შენთვის სასურველ მოდელს ისეთი სივრცეა და ისეთი გარემოა თითქოს აქ რო შემოდიხარ რაღაც ოჯახის წევრი ხდები ძალიან კარგად მუშაობს ჩემი აზრით ბრენდი იმაზე რომ ესე ვთქვათ თავისი კლუბი გააკეთოს თავისი მომხმარებელი ყავდეს და რაღაც სხვანაირად შესთავაზოს ეს პროდუქტი მანქანა როგორც ასეთი მანქანათ არ აღიქმნება ამ სოციუმის წევრი რო ხდები თითქოს მთელი მოგონი მაგაშია რა როგორც Porsche აკეთებს მაგალითად ახლა Link-ი და Porsche ძალიან უხეში შედარებაა მაგრამ Porsche-ს კლუბი არსებობს სადაც რაღაც გაერთიანებული არის სოციუმი თავის მომხმარებლები ყავს და ეგრე იმკვიდრებს რეალურად ბრენდი თავს და ეს Link-იც იგივეს აკეთებს რეალურად და ძალიან მაგარი მიდგომაა თითქოს რა მარტივად რაღაც მიატყებე წარწერა და უცებ შოურუმში დაგვდა მანქანები ეგეთი რაღაცები არა აქვს რა თან რამდენიმე ოფისში ვიყავით Link & Co-ში სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა ქალაქებში და ყველგან ასეთი საინტერესო სივრცეებია მოწყობილი. დიდი ხანია მოკლედ Link-ი ოპერირებს ევროპულ ბაზარზე, ეს იმის დამსახურებაა, რომ ეს კომპანია ნახევრად შვედურია, ნახევრად ჩინური. Link & Co მოახერხა ის, რომ ძალიან მარტივად, სწრაფად და ბიუჯეტურად აწყობს ავტომობილებს ჩინეთში და თვითონ ბრენდი დამკვიდრებას ცდილობს როგორც ესე ვთქვათ ევროპული ბრენდი და მართლა ევროპულია. თუ შევადარებ სხვა ავტომობილებს Link & Co-ს დიზაინი მე მაგალითად უფრო მეტად მომწონს ვიდრე სხვა ჩინური მანქანების იგრძნობა და ხვეწილობა როგორც სალონში ასევე ვიზუალურად ექსტერიერში და ზოგადად თითქოს ევროპულ ბრენდთან ასოცირდება უბრალოდ ძალიან იაფად თავაზობს პროდუქტს რეალურად იმიტომ რომ ჩინელებთან თანამშრომლობენ და იქ იწყება ეს ავტომობილები სანამ ლამაზ კადრებს აიღებს მე მანამდე ყავას მოვწრობავ ყავას საერთოდ დავსვამ მაგრამ ვიდეოსთვის დავლევ